გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ვოლაზე მორიგი მალავა, ანუ გზავნილი გამოაგზავნა. ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი ყველა ქართველის განათლების დონის საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა. ესე იგი განათლებული ადამიანის გაქრობა საქართველოშიო. ისე ეს კგბ-შნიკი ბიძის კოოტით კიევის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში მოხვედრილი რა გონორზეა, ხომ კი? მასოს თავის დროზე მითხრეს, რომ ბიძიას გავლენამაც ვერ შეძლო თავისი არასტაბილო ფსიქიკიანი დიშვილის მგიმოში, ჩეკისტი დიპლომატების მთავარ სამჭედლოში მოწყობა და ამიტომაც კიევში მგიმოს უკრაინულ ფილიალში მოათავსესო. არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ამბავი, მაგრამ განა რამე გამიკვირდება? თუმცა ახლა მიშას განათლება ნაკლებად მაინტერესებს. მე ის არ მესმის ივანიშვილს რას უწყუნებს განათლებაში. ბიზინა ივანიშვილმა თავის დროზე წარჩინები დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი. მე მოსკოვში ასპირანტურაში ჩააბარა და დისერტაციას დაიცვა. ანუ ეკონომიკური მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი აქვს მიღებული. და ეს ინფანტილური არსება კი რას უწყუნებს მას ძალიან საინტერესოა. თან ივანიშვილმა ყველაფერს თავისი შრომითა და განჯით მიაღწია. მას მიშასავით ტალკაჩები დარწმუნებული ვარ არ ეყოლებოდა და ეთყობა ეს ფაქტიც მოქმედებს სააკაშვილის მერყევ ფსიქიკაზე. მას თავი მარადილ ქუჩი რომ ეგონა, ის იმ ადამიანმა დაამარცხა, რომელიც წვერვალზე საკუთარი ფეხით ავიდა და არა დედიკოსა და ბიზიკოს დახმარებით. და სადაც ის დიდხანს ვერ გაჩერდა და იქიდან ისეთი გრიხინით ჩამოგორდა რომ ტრისას. მაგრამ მეორე მხრივ ივანიშვილს ის განათლებას რომ არ ჰქონოდა, რაც მას აქვს, თქვად და არ ჰქონოდა. მაშინ მით უარესი მიხასთვის. რა გამოდის, რომ გააუნათლებელმა ადამიანმა მოახერხა და მას ისეთი პაღური ამოსდა, რომ დღესაც მიფრინავს როგორც ფანერა პარიზის თავზე და კიდევ დიდხანს იფრენს. მიშას რაციონალური ჭკუა რომ ჰქონოდა, პირიქით ამღერდებოდა, რომ ივანიშვილი არის უძლიერესი, უჭკვიანესი, უგანათლებულესი ადამიანი, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთი თვისებების მქონე ადამიანი შეძლებდა დემოკრატიის შუქურას დამარცხებას. მის ადგილზე ასე ვიტყოდი, მაგრამ მიშა ხომ მე არ არის და ის აზროვნებს როგორც მეწვრილმანე. მაგრამ ის ხომ ჩემთვის და თქვენთვის არ ხაღადებს, ის თავისიანესთვის გვაღადებს და ახლა მის სექტაში ატყდება ყაყანი რა კარგად თქვა ჩვენმა ღმერთმა. ამასინათ ერთ ახლობელს ველაპარაკებოდი ამ თემაზე. ანუ მიშაზე კი არა, არამედ მადზე, ვინც მიშას ღმერთად აღიქვამს. ახლობელი მეუბნებოდა, რომ ამ ადამიანებში მოხდა სრული დეგრადაცია. მათთან სამწუხაროდ ძველებურად ურთიერთობა არ გამოვა და არ გამოვა არასდროს. მეც დავეთანხმე და მე ამას განვიცდი. ისინი უცხონი გახდნენ, დიახ. მეგობრებო, მე ფანტასტიკის ჟანრი ძალიან მიტაცებს. მიუხედავად ასაკისა, ფანტასტიკისადმი სიყვარული დღესაც მაქვს გამოყოლილი და სხვა შორის ეს ჟანრი სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. სიტყვაზე თვალი რომ გადაავლოთ ყველაზე მაღალ შემოსავლიან ფილმებს, ნახავთ რომ პირველ ათეულში 9 ფილმი ფანტასტიკის ჟანრისაა და მხოლოდ ტიტანიკია არა ფანტასტიკა. ასე რომ მე მარტო არ ვარ ამ გატაცებაში. ხო და იყო ასე ძალიან კარგი ამერიკელი ფანტასტი მწერალი რობერტ ჰაინლაინი. მისი რომანები მიყვარს და დღესაც ზოგიერთს გადავიკითხავ ხოლმე. ერთი რომანი ჰქონდა მეთოჯინეები ერქვა. იქ ცუდი უცხოპლანეტელები შემოიპარებიან დედამიწაზე და ადამიანებს ხერხემალზე წურბელასავით აჯდებიან. ადამიანი გარეგნულად არ იცვლება, შინაგანად კი სრულიად სხვა რამ ხდება. ნორმალური ადამიანისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ზურგზე ოდნავ შესამჩნევი კუზი უჩანს, სადაც ის უცხოპლანეტელი წურბელა უზის. გამოგიტყდებით, როდესაც მე განაცებულ ადამიანს ხვდები, ვისაც 100 წელი ვიცნობდი და ადრე მეგობრობდი, მათი ლაპარაკს რომ უსმენ და თვალების მკვდარ გამომეტყველებას რომ ხედა, ჩემ და უნებლიეთ ვცდილობ შემოუვარო და ზურგზე შევხედო რამე კუზის მაგვარი ხომ არაფერი აქვს.
დიახ, ისინი მართლაც უცხოები გახდნენ. ხოდა ეს ადამიანები სააკაშვილის ამ მორიგს იბრიყოს პირზე დუჟმორეულნი სიხარულით იტაცებენ და სიტყვით იმეორებენ. და ეს არის ერის ტრაგედია. დიახ, ნამდვილად ესაა ტრაგედია. არა ის, რომ ნატოში არ გვიღებენ, არა ის, რომ ევროკავშირში არ გვიღებენ. ისიც არა რუსის ჯარი, რომ ყურის ძირში დგას. არა, ამას ადრე თუ გვიან რაღაცნაირად რამე ეშველება. და ის, რომ სააკაშვილის ბაცილამ ამდენ ჯანსაღი ადამიანი დაავადა და მათი განკურნება არ მოხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, აი ეს არის ტრაგედია. მაგრამ ამავე დროს, რაც უნდა ისილაბარაკოს ამ წაგებულმა, კაცი კი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ამდენი ადამიანი გადაიყვანა ჭკუიდან, ანუ მათი გონების მბრძანებელი გახდა და მაინც წაგებულია და ისტორიაში ძალიან ცუდად დარჩება. თუკი ჭეშმარიტი ისტორია მას თავის ფურცლებზე დაიტოვებს და არ განდევნის როგორც უცხო სხეულს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.